მთავრობა ავტოფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას გეგმავს. რას ითვალისწინებს და რა პრობლემებს გადაჭრის საკანონმდებლო ინიციატივა, რას გვიჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება. ავტოფლობელების სავალდებულო დაზღვევაზე ვისაუბრებთ საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელთან დევი ხეჩინაშვილთან. მოგესალმებით ბატონო დევი. გამარჯობა თანა. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუდიაში მობრძანებისთვის და თქვენი დროის დათმობისთვის. ბატონო დევი, ბოლო პერიოდია, ბოლო წლები აქტიურად გვესმის, რომ საჭირო არის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. რატომ გახდა დღეს აქტუალური ავტოფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების საჭიროება საქართველოში? ისიც მოდით ესე ვთქვათ რა. პროცესი განვითარდა, ეს წლებია, ამაზე ლაპარაკია, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში პროცესი განვითარდა ძალიან ტექნიკურად, სწორად, მთავრობამ თვითონ შეიმუშავა კანონპროექტი, შარშან. შეათანხმა სამთავრობო სააგენტოების შიგნით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო განკარგულება, რომ აწი ყველა დაეზღვიეთ. ეს იქმნება ძალიან სერიოზული სისტემა, რომელსაც აქვს ამოცანა, რომ აბსოლუტურად ყველა, უკლებრივ ყველა ზარალი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი უნდა იყოს ანაზღაურებული. ეს ახლა ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ დაუზღვეველი მანქანის მიერ წარმოქმნილი ზარალიც კი უნდა იყოს ანაზღაურებული, გატაცებული მანქანის, დაუდგენელი მანქანის მიერ. ამიტომ ეს მთელი სისტემაა. ეს სისტემა არის საჭიროებს შეთანხმებას ძალიან სერიოზულ სამთავრობო სტრუქტურებს შიგნით, შსს-თან და ასე შემდეგ. ეს პროცესი თითქოს გაიარეს და უკვე დაარეგისტრირეს საგაზაფხულო სესიაზე ამ კანონის შეტანა პარლამენტში. აი ეს არის როგორც დღევანდელი მდგომარეობა. ბატონო დევი, უფრო სიღრმისეულად რომ შევხედოთ, რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, რა პრობლემების გადაჭრა შეუწყობს, ხაც როგორც დაზარალებულებისთვის, ისე თავად ავტომფლობელებისთვისაც. ყველა ზარალი და ეს ყველა ზარალი ჩვენ ციფრი ვერც კი წარმოგიდგენია რამხელა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სადღაც 100,000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში საქართველოში. სამწუხაროდ სტატისტიკა ვერ გვაჩვენებს ამას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს გამოჩნდება უკვე პრაქტიკაში, მაგრამ სხვა ბაზრებს რო შევხედავთ მეზობლად ევროპაში და ასე შემდეგ და მანქანების რაოდენობა, რომელიც საქართველოშია, ჩვენ ვიცით, რომ 2 მილიონი მანქანა უკვე რეგისტრირებული ბაზარზე არის საუბარი. არავინ არ იცის, იმიტომ ვიცით რეგისტრირებულია 2 მილიონამდე მანქანა და აქტიური რამდენია ამას ვერ ვიტყვით, მანამ ეს კანონი არ ამოქმედდება. ეს არის ფაქტი. და თანაც ინტენსიობა მოძრაობის იზრდება, ზარალები იზრდება, ავტოპარკი იცვლება. ანუ ახალი მანქანები, უფრო ძვირი მანქანები, ანუ ზარალი სულ იზრდება და იზრდება. ამიტომ ეს თემა ძალიან მომწიფებულია უკვე დიდი ხანია სოფლიოში, ჩვენ გარდა ფაქტიურად არ არის ქვეყანა, სადაც ეს არ მოქმედებს. იმიტომ ეს დაზღვევა ხო რას აკეთებს? ეს ამბობს, რომ მე შენ მანქანას კი არ ვაზღვევ. აი შენ რო ხარ მძღოლი და სხვა რო დააზარალე. არ აქვს ნიშნობა მანქანაა თუ სახლია თუ ხეა, არა. ის უნდა იყოს ანაზღაურებული. და თანაც უნდა იყოს ანაზღაურებული ყველა შემთხვევაში. ბრალეულობის და მიუხედავად, დაზღვეულობის მიუხედავად და ასე შემდეგ. ანუ მთელი სისტემა მარტივად უნდა ვთქვათ, ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია. ხო, ბატონო, მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხსაც და თლად დადებითად არ არიან გაწყობილები. მოდი მათ უთხრათ, რა სარგებელს მიიღებს სარგებელს მიიღებს ყველა ზარალი იქნება ანაზღაურებული. მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც დღეს როგორც ძალიან ხშირად ადამიანი რჩება დაზარალებული სწორედ მილიონი რამის გამო. იმიტომ რომ მერე სასამართლო, მერე ისა, მერე ეს კონფლიქტი ასე შემდეგ და ორივე მხარე ზარალშია. დამზარალებელიც დაზარალებულია და დაზარალებულის. ამიტომ ეს სისტემა არ სოფლიოში ფაქტიურად უკლებრივ ყველა ქვეყანაში არის სავალდებულო სახით წარმოდგენილი, იმიტომ რომ მანქანა არის გაზრდილი საფრთხე. აი საფრთხის წყარო უფრო სწორად. ეს არის ფაქტი. და ეს სისტემა სწორედ ესე შემოდის, რომ ყველა შემთხვევაში ბრალეულობის მიუხედავად, ყველაფრის მიუხედავად, ხო, ეხლა ვისაც გააქვთ გამოცდილება, იცით, რომ იქ შეიძლება ეწეროს ჩვეულებრივ კომერციულ დაზღვევაში, რომ აი თუ შენ გადაკვეთე თეთრი ხაზი, ხო, ღერძულა ხაზი რაღაცა, კენ მე იქ მას არ ვანა, აქ არ არის ეგეთი თემა. ყველაფერი ნაზღაურდება და ამასთვის იქნება სისტემა.
და ეს სისტემა, აი ამ სისტემას ნერგავს ეს კანონი, აი ესე ვთქვათ. და ანუ აი ის კარგი თემა რო გვაქვს რა, რო გვინახავს ქუჩაშიც უკვე ნელ-ნელა კინოებში. რომ მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა თუ ეხლა და რა გაუღიმებენ ერთმანეთს, გაცვლიან რაღაცა იმას, ნახვამდის ეტყვიან და დაიშლებიან. არავით არის მტრობა, არავით არის ნერვიულობა, ამაზე არ ხდება, ესეთი რამე მოხდება საქართველოშიც. აი, საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, რომ გითხრათ, როგორი მოდელი არის ყველაზე ეფექტური და ასევე რომელი ქვეყნის მოდელით შეიძლება გამოცდილებით შეიძლება იხელმძღვანელოს ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ამ კანონის მომზადებაში, კანონ პროექტის მომზადებაში ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველანაირი მოდელი, ну ძირითადად მაინც აღმოსავლეთ ევროპა მნიშვნელოვნად და ასე შემდეგ, მაგრამ არის ქართული მიგნებები ჩადებული, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, რომ იმის გამო, რომ ჩვენ ინფორმაცია ჯერ ძალიან ცოტა გვაქვს, თვითონ ბაზარზე, ხო გეუბნებით, ჩვენ ისიც არ ვიცით, რამდენი აქტიური მანქანაა. ამიტომ პირველი 3-4 წელი ეს უნდა გადაწყვიტოს მე კანონმდებელმა როგორ იქნება ეს. ამას გააკეთებენ სოლიდარულად ყველა კომპანიები ერთად. ანუ მომხმარებელს ექნება ერთ დაწესებულებასთან საქმე, ის მიიღებს ერთ სტანდარტულ მომსახურებას და შემდეგ, როდესაც დაალაგდება ყველაფერი, უკვე ნელ-ნელა მოხდება დერეგულირება ამის. ამის დერეგულირების ტემპიც მე თვითონ განსაზღვროს კანონმდებელმა, უკვე ამის დრო რომ მოვა. ეს არის ქართული მიგნება, რომელიც დაიცავს ბაზარს ნამდვილად რყევებისგან და პრობლემებისგან, რომელიც დაკავშირებული იმის, რომ ბევრი რამე არ ვიცით უბრალოდ. აი რაც სათვალავში უნდა იყოს. და ეს არის ქართული მიგნება, ნამდვილად. რა პრინციპით განისაზღვრება სადაზღვეო ტარიფი? ტარიფი, ხო, ტარიფი უნდა წამოვიდეთ ბოლოდან. უნდა ვთქვათ, რამდენი იქნება ანაზღაურება. აქამდე იყო ლაპარაკი, აქამდე არის წლიურ ხარჯზეც ესეც არის. აქამდე იქნება ანაზღაურება, იყო ლაპარაკი დაახლოებით 30,000 ლარზე მაქსიმუმ ლიმიტი. ეხლა არ ვიცი, ნახოთ რა, მსჯელობა რო წავა, შეიძლება გასაზრდელია, იმიტომ რომ მანქანები ძვირდება. ანუ საშუალო ზარალის შესაძლო მატულობს, არ ვიცი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ცალკე. მეორე არის საკითხი თვითონ ტარიფის განსაზღვრისას თავიდან რასაკვირველია ჩვენ გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებული, უბრალოდ სტატისტიკა არ აქვს რეალური. ამიტომ რაღაც დაშვებები უნდა მოხდეს. თქვენ ლიმიტი ახსენეთ ახლა ბატონო დევი და რამდენად საკმარისი იქნება ეს ზარალის ანაზღაურების აი ნახეთ, სავალდებულო დაზღვევაზე გაქვს ლაპარაკი. რასაკვირველია იდეალური და ყველაფრის დამფარავი არ არის. ეხლა საქართველოს ძალიან ბევრი, მაგალითად მანქანებზე რო ვილაპარაკოთ მარტო, ძალიან ბევრი ძვირი მანქანა გაჩნდა. იმის დაზარალების შედეგად 30,000 ლარი რასაკვირველია არ ეყოფა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში სავალდებულობა ყოველთვის ამბობს იმას, რომ ჩვენ საშუალო მაინც უნდა დავფაროთ და ეხლა თუ რაღაცა ამოვარდნა დიდი, მაგრამ როდესაც საშუალო ღირებულება მანქანის იზრდება ბაზარად, ჩვენთან ეხლა ხდება. ეხლა შემოგვაქვს, როგორც მე ვიცი, თავრობა შემოაქვს, ის რომ 6 წელზე უფრო ხანდაზმული მანქანები აღარ იქნება ბაზარზე საერთოდ. ანუ ეს ხო მნიშვნელოვან ბიცკს მიცემს ახალი მანქანების და შესაბამისად უფრო ძვირი მანქანების. ამიტომ ეს ყველაფერი მე თუ არა თავიდან შემდგომში უნდა იყოს ასახული მათ შორის ამ დაზღვევაში, მაგრამ თავიდან დაგეგმილი ესეა. ჩვენ ჯერ არ ვიცით ის ბოლო ვარიანტი, რომელსაც თავრობა შეიტანს. ამას ახლა ველოდებით, რომ ბოლოს გავიარო და მე ახლა პარლამენტში რა დისკუსია იქნება და როგორ გადაწყდება, ეს არის სხვა საკითხი. ამიტომ წინასწარ ლაპარაკი ამაზე ძალიან რთულია. ჩვენ სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით ხდომილება რამდენი გვაქვს, აი რამდენი მანქანა, აი მილიონიდან, რომელიც 2 მილიონიდან რამდენი მანქანა ზარალდება. ესეც რაღაც დაშვებების დონეზე გვაქვს. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ლაპარაკი, ეს ყველაფერი გაირკვევა მეტნაკლებად საპარლამენტო განხილვის დროს. რა ვფიქრობთ, რომ თუ საგაზაფხულო სესიაზეა ლაპარაკი, მალე მოხდება ეს. მე გვეცოდინება უკვე რეალობასთან ახლო მყოფი თანხები. მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვა წინასწარ. დღევანდელი კალკულაციით ყველა. კალკულაციით დაახლოებით, უფრო სწორედ, ლაპარაკი ლარზე ნაკლებია დღეში. აი ეს ვიცით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, სიახლეების კვალტო
კვლავ გელოდებით სტუდიაში. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.